Აბრუნდით პირდაპირ ეთერში და გაიცემის ამ ნაწილში ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე ჩაგურთება. მოგესალმებით, ბატონ ვაჟა, მადლობა იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და თან საკმაოდ ცუდ პერიოდში მოგვიწია, იმიტომ რომ გარეთ ხართ, თუმცა მადლობა ნამდვილად ამისთვის, რომ გამონახეთ დრო და არ დაგზარდით გაიცემაში მონაწილეობისთვის. ბატონ ვაჟა, პირველ რიგში, როგორც ანალიტიკოსი, როგორ აფასებთ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს და არჩევნებს ზოგადად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით? ბევრი კითხვა არსებობს და თქვენი შეფასება როგორია? მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. უწინარეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ მოლოდინები ამ არჩევნებმა არ გააცრუა, ანუ ისეთივე იყო, როგორცაც ჩვენ ველოდით. თავისთავად ცხადია, რომ სხვა მოლოდინი ჩვენ არ შეიძლება გქონოდა, რადგან ეს არჩევნები გარკვეულწილად და გარკვეული თვალსაზრისით იმის დადასტურება უნდა ყოფილიყო, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვართ სახელმწიფო, გვაქვს გარკვეული სუვერენიტეტი და შიდა თუ გარე პრობლემებს მეტნაკლებად ვუმკლავდებით. სხვა შემთხვევაში ჩვენი პერსპექტივა აღმოჩნდებოდა უაღრესად რთული და სარისკო. არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც ჩატარდა. ხელისუფლებამ შეძლო ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ფაქტობრივად მონოპოლიზება ძალაუფლების, რაც არის მისი ამ ეტაპზე მიზანი და CESCOM უზრუნველყო მისი კარგად ორგანიზებულად ჩატარება, იმიტომ რომ პრაქტიკულად ახლა ისეთი ნაკლი მას არ ჰქონდა იმ სისტემით, რა სისტემითაც სარგებლობს ჩვენი საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ შემთხვევაშიც ეს სისტემა გამართულად მუშაობდა. სხვა არსებითი პოლიტიკური კონტექსტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ჰქონდა მას, იმიტომ რომ ოპოზიციის ნაწილი აგრძელებს ბოიკოტის პოლიტიკას სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ ზოგადად, რაც თავისთავად იყო შეცდომა და ამის შემდეგ მე არაერთხელ ვისაუბრე ეთერებში, როდესაც საქმე ეხებოდა პარლამენტის არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული ორგანოს მიმართ ბოიკოტირების ტაქტიკას. ბოიკოტირების ტაქტიკა თავისთავად გულისხმობდა რევოლუციური გზის დასახვად მთავარ მიზნად ხელისუფლების მოსაპოვებლად შესაბამისი საგარეო ხარდაჭერის ვითარებაში. ეს გზა, რომელიც ნაწილმა აირჩია ჩვენი საზოგადოების და ჩვენი პოლიტიკური სპექტრის, ამ ეტაპზე არ ამართლებს რევოლუცია, რამდენჯერმე რევოლუციური სიტუაციის შექმნა და სათანადო შედეგები მისგან არ იქნა მიღებული მათ მიერ, რაც თავისთავად არაპროგნოზირებად ხდის ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ქვეყნის მომავალს. ეს, რა თქმა უნდა, დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს, შეიძლება მხოლოდ ორი რეალური პერსპექტივა კონდეს ამ სიტუაციას. ერთი ეს არის ავტორიტარული რეჟიმის ფორმირება ბოლომდე და ჯერჯერობით მხოლოდ ნიშნებს ხედავთ ჩვენ ამისას და მეორე საგარეო პოლიტიკური ფაქტორის დომინანტს ჩვენს მომავალთან დაკავშირებით, კონფლიქტებში ჩვენს ჩართვას და აქ მე არ გულისხმობ მხოლოდ თქვათ მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ და შეიარაღებული ძალის მეშვეობით და გამოყენებით ცდილობას დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები, ამჟამად ოკუპირებული, შესაბამისად ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, შეიარაღებული ძალის გზით. ეს ამას არ გულისხმობს, მხოლოდ ეს გულისხმობს ახლახანს დასახული ახალი გეოპოლიტიკური ვითარების კონტურების შესაბამისად სამხრეთ კავკასიაში სერიოზული დაძაბულობის ჩამოყალიბებას და სამხედრო ფაქტორის გაჩენას ამ რეგიონისათვის ბრძოლაში მთავარი პოლიტიკური მოთამაშეების პოლიტიკაში. გულისხმობ ბუნებრივია შეერთებულ შტატებს,
ევროკავშირს, თურქეთს, რუსეთს, ჩინეთს, ირანს. ამ ვითარებაში მხოლოდ მეორე ვარიანტი ასეთია, რომ ჩვენ არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი სამხრეთ კავკასია და მისი რეგიონი ჩაერთვება აი ამ გაუთავებელ კინკლაობაში. ამ ფონზე კინკლაობაში არა მხოლოდ, რა თქმა უნდა, შეიარაღებულ დაპირისპირებაში, თავისი გლობალური ნგრევით და სისხლით. სხვა ალტერნატივა ამ გზას არ აქვს და აი ეს აჩვენა ამ არჩევნებმაც, რადგან ჩვენი საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი და ეს რეალურად არის ნახევარზე მეტი ოცნებას უჭერს ხარს, ოცნებას უჭერს მხარს და მხარდამჭერთა თქვათ ნახევარი კიდე უჭერს ხარს, იმიტომ რომ მისთვის ქართული ოცნების რეალური ალტერნატივა ამ ეტაპზე მიუღებელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისგან წარმოშობილი პოლიტიკური სუბიექტების დომინირება საზოგადო და პოლიტიკურ სივრცეში ერთი და მეორე ჯერ კიდევ მიუღებელია და მათთვის გაურკვეველი საზოგადოებისთვის გაურკვეველი მთლიანობაში და კერძოდ ოცნების მომხრეებისთვის გაურკვეველი სხვა ალტერნატიული პოლიტიკური ძალის, რომელთა შორის არის ყოვლისა მე მოვიაზრებ ლელოს და გახარიას პარტიას, მათი რაობა, ვინაობა, მიზნები, პერსპექტივა. საკმაოდ ბუნდოვანია ამ ეტაპზე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტიები, რომელთაგან ერთი ხარჯავს ძალიან დიდ ფულს, რომელიც სამწუხაროდ არა მარტო ქართულ პოლიტიკაში, არამედ საზოგადო პოლიტიკაშიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ამ ასე ვთქვათ ამონაგები ამ ფინანსური ხარჯზე ჯერჯერობით არ ჩანს, რადგან მის პოლიტიკური პლატფორმა ამ ოპოზიციური ძალის საკმაოდ ამორფულია და ძალიან ძნელია იმის გარკვევა, თუ საზოგადოების რა ნაწილს ეყრდნობა იგი. ჩაგეკითხებით თუ შეიძლება პრაქტიკულად ჩვენს ქვეყანაში არაფერი არ შეცვლილა თვითმმართველობის არჩევნებით, იმიტომ რომ სურათი არის იგივე, ადამიანებს მოლოდინი ქონდა ძალიან ბევრი, იგივე თუნდაც იმ პოლიტიკურ პარტიებში, რომელზეც თქვენ დააფიქსეთ, რაღაცნაირად იყო რაღაც ეს ბრძოლის ჟინი თუნდაც, რომ აი ჩვენ რაღაცა შევცვლით, გამოვტაცებთ, ამას ვიზავთ, იმას ვიზავთ. დღეს თუნდაც აი ამ პოლიტიკურ პარტიებშიც ალბათ აცნობიერებენ ეს ადამიანები, რომ აბსოლუტურად უმრავლესობა მოიპოვა ქართულმა ოცნებამ ყველა ასპექტში თვითმმართველი ორგანოები იქნებოდა ეს ქალაქის მერი იქნებოდა მერის არჩევნები იქნებოდა ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი მოსახლეობისთვის თვითმმართველ ორგანოებში მერობის კანდიდატებთან აი აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა და მივიღეთ ერთი და იგივე სურათი რამდენად მნიშვნელოვანი იყო თუნდაც ზოგიერთ შემთხვევებში სადღაც აქა-იქ მაინც სიახლე გქონოდა მრავალფეროვნება გქონოდა ახალი კანდიდატები ახალი სახეები ახალი ხედვები ყოფილიყო, იმიტომ რომ 13 წელი ცოტა დრო არ არის ხომ ალბათ პოლიტიკური პარტიისთვის, თუ მას აქვს სერიოზული გეგმები, თუ მას აქვს სერიოზული სურვილები, რესურსიც აქვს ამ 13 წლის განმავლობაში, რომ რაღაცნაირად ის რეგიონი განავითაროს, საკუთარი ხედვები ამოწუროს და ასე შემდეგ, ხომ? ჩვენ აი ამას ხომ არ დავაკლდებით, აი ამ ჩვენი საზოგადოება ხომ არ მიიღებს უფრო რაღაცნაირად გაჩერებას კიდევ უფრო მეტად აი ამ პროცესით, იმიტომ რომ სიახლე არანაირი ალბათ აი ამ პროცესს არ მოუტანია. მართლაც ძანებთ ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, მაგრამ არ ახდა და არ ახდა უმარტივესი მიზეზის გამო. საზოგადოების როლი პოლიტიკურ პროცესში არის მინიმიზებული, რადგან ხალხი პოლიტიკის სუბიექტ საქართველოში 90-იანი წლებიდან დღემდე არ წარმოადგენს. ეს ერთი. მეორე, როგორ შეიძლება თქვათ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი, რომელიც არის დაპაუზებული და ხალხის ინტერესის გამოხატველი პოლიტიკური სუბიექტები არიან არათანაბარ მდგომარეობაში გაცოცხლდეს. ეს შეუძლებელია იმდენად, რამდენადაც რესურსების თვალსაზრისით არათანაბარი ვითარება, იმიტომ რომ პოლიტიკურ არენაზე არის ძალიან ძლიერი სუბიექტი, თავისი ფინანსური და არა მარტო ფინანსური შესაძლებლობებით და ეს გახლავთ ქართული ოცნება, მას ადამიანური რესურსით საკმაოდ დიდი გააჩნია და ჩვენ და საბედნიეროდ მიზნებიც
ისეთი აქვს, რომ ეთანადება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ამ ეტაპზე, მაგრამ პერსპექტივის თვალსაზრისით ეს დომინირება არის დიდი ხიფათის შემცველი. ჩვენ არა ვართ იაპონია და არ გვყავს პარტია ოცნების სახით, რომელიც იაპონიის ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის ანალოგი იქნება, სადაც შიდა პარტიული დემოკრატია ფაქტობრივად ოფიციალური სტრატეგიის დონეზე აყვანილი და პარტიის არჩევნებში გამარჯვებული პირი ავტომატურად ხდება ხშირად იაპონიის პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვყავს ესეთი ავტორიტეტური ლიდერი ბიძინა ივანიშვილის სახით, რომლის ნებასაც ყველაფერი ექვემდებარება, მაგრამ ასე ვთქვათ, ერთპარტიული დომინირება დიდი ხიფათის შემცველია და ასეთ რამეს ისტორიაში და პოლიტიკაში, საერთაშორისო პოლიტიკაში ბოლო 100 წლეულის ხშირად მოყვება ხოლმე არეულობა და საზოგადოების დაკავებებთან დაკავშირებით ბატონო, დაკავებებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების ლიდერები რომ თითქმის ყველა დაკავებულია, თუნდაც ახლა დღეს უკვე ვიცით რომ 46 ადამიანია 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული. მე მესმის რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალადობასთან არიან დაკავშირებულები, დანაშაულთან არიან დაკავშირებულები, შესაბამისად, კანონის შესაბამისად უნდა იქნენ დასჯილები. თუმცა აი ამ ადამიანების მუხტი მუდმივად არის ისეთი რომ აი საპროტესტო აქციებზე იდგნენ, ქუჩაში გამოვიდნენ, არ ვიცით, რაღაცა შეანგრიონ, რაღაცა შეცვალონ. როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ და არის თუ არა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, თუნდაც აი ამ ადამიანების მიმართ, როდესაც შენ ხელისუფლებაში ხარ, გაქვს თუ არა ვალდებულება რაღაცნაირად, თუნდაც აი ამ ადამიანებთან გამონახო საერთო ენა. ან აი ამდენი ხნის განმავლობაში 1 წელია ხომ ქუჩაში გამოდიან ყოველდღიურად თავისუფლების მოედანზე ადამიანები და დიდი რაოდენობით თუ ცოტა რაოდენობით რა მნიშვნელობა აქვს? მაინც აქვს საპროტესტო განწყობა, მუხტი, უკმაყოფილება და რაღაცა არის თუ არა აუცილებლობა რომ ერთმანეთის მიმართულებით შემხედრი ნაბიჯები ან თუნდაც საუბარი დაიწყოს აი ამ დაპირისპირებულმა მხარეებმა და სადამდე მიიყვანს ჩვენს ქვეყანას ეს მდგომარეობა, როდესაც მუდმივად აი ამ დაპირისპირებაში და ქუჩის პროცესებში ვართ. მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკა და პროცესი ესეთი ლათინური და რომაული და ბიბლიური შეძახილის ფონზე რო ვიმჯელოთ ჩვენ კოვადის საით, უფალო საით ღვთისმშობლის წილხვედრო ქვეყანა პასუხი დღეს მარტივი იქნება ასაით. რა თქმა უნდა, როცა პოლიტიკური პროცესი არის დაბაუსებული, ყველაფერი ექვემდებარება არა ხალხის ნებას, საზოგადოების ნებას, ვთქვათ, გარკვეული თანალმობა საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ გამქრალია სინამდვილიდან და ეს ხდის არაპროგნოზირებას ვითარებას. ეს არის დამაფიქრებელი, თორემ მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, თქვენი კითხვის პასუხად მე ვიტყოდი, რომ დამხობის მცდელობა იყო, როგორადაც არ უნდა გაკეთდეს მისი ინტერპრეტაცია, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, ან ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ, რომ სახელმწიფო არა ვარ. ეხლა სხვა თემა არის, კიდევ სხვა საკითხი, რომ არ შეიძლება ვთქვათ, 20 წელი იყოს ერთი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში და ერთი პიროვნების ნებას ექვემდებარებოდეს მთელი პოლიტიკური პროცესი. თუნდაც ეს იყოს ძალიან მაღალი იდეალებით და მიზნებით ნაკარნახევი და უკვე ის რომ 13 წელია ხელისუფლებაშია ოცნება უკვე არის მიუღებელი. პირადად ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც არის, ვთქვათ, ეს პროცესი მიდის და ურთულეს საერთაშორისო ვითარებაში გვიხდება ჩვენ მანევრირება, რომ ცერცხლის ალი არ დაინთოს ამ ისედაც გაჭირვებულ ქვეყანაში, როცა ასე არის სიტუაცია, რა თქმა უნდა, შეერაღებული ქუჩის გზით, რევოლუციის გზით და გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის ადამიანები რა თქმა უნდა დაისაჯონ, ვინც არის დამნაშავე კონკრეტული ბრალის და შესაბამისი სასამართლო წარმოების საფუძველზე. ამაზე ეს სადაო არ არის და არც ის შეიძლება სხვათა შორის ჩვენი ოპოზიციის საკმაოდ შეზღუდული რაციონალური და გონებრივი შესაძლებლობების
თან გამომდინარე გეტყვით, რომ არც ის არის ნორმალური, რომ როდესაც შტორმს აწყობ პარლამენტის შენობა იქნება ეს თუ პრეზიდენტის სასახლე და იქ თქვათ ისური რაღაც პეტარდებს თუ სხვა საშუალებებს, რომელთაც და ადამიანების დაზიანება შეუძლიათ და მამას აცხადებს შვიდობიან აქციად, იქ უკვე საზოგადოების ხარდაჭერა შენ იცი არასოდროს არ გეკნება და მაშინ ეს რევოლუციური ძალადობრივი აქტი უნდა მიიყვანო ბოლომდე და თუ ვერ მიიყვან, მაშინ შესაბამისად სახელმწიფომ შენ უნდა დაგსაჯოს. ეხლა თქვენ ბრძანებდით რომ აი რა თანაგრძნობა, თანალმობა, დამოკიდებულება უნდა გქონდეს ჩვენ საზოგადოებას. მე როგორც თქვათ ოცნების არ ამხარდამჭერს, ანუ ზოგადად სამწუხაროდ პოლიტიკურად ნეიტრალურ პირობას სხვა ადამიანებს მათ მიმართ. რა თქმა უნდა, ქართულად, ძველებურად, ჩვენებურად ჩვენ უნდა მიუდგეთ და მათ უნდა ლოიალური მართლმსაჯულებაც კი უნდა შევთავაზოთ და დაუპირისპიროთ ამ ადამიანებს ჩვენი სახელმწიფოს თვალსაზრისით შეცდომილებს, მაგრამ ზოგადად დანაშაულის ჩამდენთ. თუმცა ეს არ უნდა ამკვიდრებდეს განუსჯელობის, დაუსჯელობის და განუკითხაობის ატმოსფეროს შექმნას არ უნდა უწყობდეს ხელს და არ უნდა ქმნიდეს წარმოდგენას, რომ შესაძლებელია ვთქვათ ნათელი მიზნები ჩვენ ავაფრიალოთ დევიზად და რეალურად საბოლოო ჯამში ჩავიდინოთ დანაშაული და მე ეს გვეპატიება. რა თქმა უნდა, ასე ეს არ არის. ამიტომ საერთოდ მეგობრებო, მინდა თქვა რომ თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია არის ძალიან ძლიერი და სერიოზული პასუხისმგებლობა. ჩვენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, მათ შორის საბჭოთა პერიოდში, გვევალებოდა ბრძოლა ჩვენი ეროვნული ინტერესებისათვის, ცალკეული ლიდერების და პიროვნებების თავგანწირვის მეშვეობით. მაგრამ ეს იყო, იმიტომ რომ პასუხისმგებელი იქ იყო რუსეთის იმპერია, იმპერატორი, მეფე, მმართველი და ის დამსჯელი სისტემა, რომელიც მაშინ არსებობდა. ადრე კიდე დასავლეთ საქართველოში ოსმალების ნებას ექვემდებარებოდნენ მეფე-მთავრები, აღმოსავლეთში სპარსეთის. და ჩვენ, ჩვენ მხოლოდ ზნეობრივ პრინციპებს შევიმუშავებდით ლიტერატურის ხელოვნების და რწმენის კუთხით. ეხლა დამოუკიდებლები ვართ და ცოტა მეტი სერიოზულობით უნდა მიუდგეთ სახელმწიფოს. მეტი სერიოზულობა ნიშნავს დაუნდობელ კრიტიკას ამჟამინდელი მმართველი ძალის და პიროვნების და ამავე დროს პასუხისმგებლობას ოპოზიციაზე პრეტენზიის მქონე ძალის და პიროვნებების მხრიდან. სხვა შემთხვევაში ჩვენ ეს საბჭოთა კავშირის დაცემის შედეგად ფაქტობრივად მიღებული, ამავე დროს ქართველი ხალხის და სხვა ხალხების ბრძოლის შედეგად მიღებული დამოუკიდებლობა ხელში შემოგვეც ქონება და ადგილობრივი მადლობის არჩევნები, რომელიც არაკონკურენტულ პირობებში ტარდება, რა თქმა უნდა, აქეთკენ მიმავალი სერიოზული გზაა და ეს ხელს ვერ შეუწყობს ჩვენი დამოუკიდებლობის და ჩვენი თავისუფლების, ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებას. დიდი მადლობა ბატონ ვაჟა, მადლობა ზარი იმისთვის რომ ჩაგვერთეთ გადაცემაში. ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. მე იმედს ვიტოვებ რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ძალიან კარგად იქნება მომავალში, ჩვენ მოქალაქეები ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის რომ ნამდვილად მშვიდობაც იყოს ჩვენს ქვეყანაში, სტაბილურობაც იყოს ჩვენს ქვეყანაში და შეძლოს ჩვენმა ქვეყანამ საქმეზე ორიენტაცია, არ ვიცი, მშვიდობიანი განვითარება და ასე შემდეგ. უღრმესი მადლობა იმისთვის რომ გვიყავით ჩვენთან ერთად, გვიყურეთ და აქტიურობით იყავით მთელი დღის განმავლობაში ჩვენი მაყურებელი და რადიო მსმენელი. გადაცემას ლიზა კვესელოვა უძღვებოდი და მე შემდეგ პარასკევამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.